მოგესალმებით. დღეს მინდა გაჩვენოთ პოლიკარბონატის სწორი მონტაჟი. როგორ ხდება? ეხლა რა თქმა უნდა კონსტრუქცია არ გვაქვს, უბრალოდ აგიხსნით, როგორ უნდა გავაკეთოთ მონტაჟი, რომ ჩვენ აუხსნათ პირის მოხმარებლებს, შემდგომ როგორი არის სწორი მონტაჟი, როცა კითხვები გაუჩნდება. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ პოლიკარბონატს აქვს ორი მხარე. ეს არის მუშა მხარე, სადაც აქვს წარწერა, ნახეთ, ორივე მხარეს აქვს ფირი, მაგრამ ამ მხარეს ფირი არის გამჭვირვალე, ანუ ეს უნდა იყოს მეორე მხარე დაბლა და ეს არის სწორი მხარე, სადაც წარწერები აქვს. ანუ აქ გვაქვს დატანიებული ულტრაიისფერი დაცვა, დაახლოებით 40 მიკრონზე, რომელიც გვაძლევს 20 წლიან გარანტიას, რომ 20 წლის განმავლობაში არ გახუნდება ეს მხარე და სეტყვა არ დააზიანებს. საერთოდ ფიჭური პოლიკარბონატის ზომები, რო იცოდეთ, ეს არის 2 და 10 12 მეტრზე, ანუ აი ამ ფიჭების გასწვრივ არის 12 მეტრი. აი, ის კარგად ჩანდეს. დავიმახსოვრეთ, ხო, ეს არის სწორი მხარე. ეს ამ ხრით უნდა იყოს დამონტაჟებული. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჩვენ კიდე ლენტები, ანუ აქ გვაქვს ღია ფიჭა. აქედან გამომდინარე, რომ აქ არ შევიდეს არც წვერი, არც წყალი, რა შევით? ჩვენ გვაქვს ლენტი. ეს არის პერფორირებული ლენტი. აგიხსნით, ნახეთ, ორი სხვადასხვა ლენტია. ერთი ღია ფერის, ერთი მუქი ფერის. მუქი ფერის, რომელიც არის, ეს არის სუნთქავი ლენტი და ღია ფერის, რომელიც არის, ეს არის, რომელიც არ სუნთქავს. ლენტის დაკვრა არის მარტივი. ორმაგის კოჩის პრინციპით ხდება. მოვაწერეთ და აი ესე უნდა მოვაწევსოთ. ესე უნდა მივაწევოთ. აქ მივაწევებთ ამ ლენტს, ახლა აქ სიგრძე უფრო პატარა რა გავაჩვენოთ, რომ იყოს თქვენთვის გასაგები. ლენტი უკეთდება. აქ უკეთდება ლენტი და შემდგომ დაბოლოება. ეს არის დაბოლოება. აი ესე უკეთებს დაბოლოებას. ეს არის რაც შეეხება ფიჭების დახვეულს. გადაყვანს რაც შეეხება. ანუ გვაქვს ორი ფილა უნდა გადავაყოთ, ხო? გვაქვს ორნაირი გადასაბმელი პროფილი. ეს არის H პროფილი. H პროფილის შემთხვევაში, ანუ ეს არის მთლიანი პროფილი, აქედან უნდა შევაცულოთ ფილა და აქედან უნდა შევაცვლოთ მეორე ფილი. აი ეს. აუცილებლად უნდა დავუტოვოთ ლუპი, რადგან ეს პლასტიკია, აუცილებლად უნდა დავუტოვოთ ლუპი, ანუ ცოტა შემაერთებელ პროფილში დავუტოვოთ ადგილი, რომ პლუს 40 სიცხეზე გაფართოების შემთხვევაში გქონდეს გაფართოების ადგილი. და აუცილებლად უნდა გავხვრიტოთ პოლიკარბონატი. აი აქ წინასწარ უკვე გქონდა გახრეტილი, ნახეთ, დავუშვით გვაქვს სამარეცი ეგრეთ წოდებული. ეს სამარეცი უნდა იყოს თავისუფლად. ანუ როცა ვამონტაჟებთ, უნდა იყოს თავისუფლად, შემდგომ კინაზე დამაგრდება, ან ხეზე. გააჩნია რაზე ამაგრებთ და აქ რა თქმა უნდა ვაფარებთ შემდგომ ეს ყველაფერი გვაქვს ფერში. გამჭვირვალე ფერის და ასევე გვაქვს აი ესეთი შაიბები რეზინის, რომელიც კარგად მუშაობს და ამ ლუპს, ამ ნახულეთს, რაც სამარეზე უფრო დიდია, ეს ფარავს და არანაირი პრობლემა წყალი არ შევა ჩვენს ნახულეთში. ეს რაც შეეხება ფიჭურს, ანუ გავიგეთ, ხო? გადასაბმელი გვაქვს ორნაირი. კიდე მეორესაც გაჩვენოთ. მეორე გადასაბმელის შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაემთხვას რკინა, ანუ შევთვალოთ, რომ ეს რკინა, აქ უნდა დაიდოს ეს ბაზა, აქ ვაშურულებთ, ანუ ვამაგრებთ ამ პროფილს რკინაზე და შემდგომ უკვე აქედან ფილა, მე აქედან დაიწერა მეორე ფილა, ну აქ რა თქმა უნდა ლენტები უნდა იყოს გამოყენებული და შემდგომ იქნება აქაც დავუტოვოთ მანძილი თერმული გაფართოების შემთხვევაში და ესე იხუფება.